მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ ვიცით, გაგეცნობით მე ვარ კატო, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო წინა ვიდეოზე გამოხმაურებისთვის. უღმესი მადლობა. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო პარტნიორულ ურთიერთობაზე და შეგახსენებთ, რომ შაბათიდან, ანუ ხვალიდან გააქტიურებული ძალით, ესე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად ჩავერთები ვიდეოების ატვირთვაში, გაშლების გაკეთებაში, დიაგნოსტიკებში და ესე რომ შეგიძლიათ მომართოთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ. ასევე, რა თქმა უნდა, წმენდები და რიტუალები, რომელსაც ვაკეთებ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, სანთლების დამოხტვა, ანუ აქსესუარები, რომელიც თქვენი დამცავია. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩვეულ რეჟიმში განახლებული იქნება ხვალიდან. მოკლედ, ნახოთ პარტნიორის ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში. ოღონდ ესე გავაკეთოთ ორ ვარიანტად. მაინც რომ ყველასთან ერთად არ იქნება, ხო, რა რეზონირდება. ამიტომ შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მოვიშველიებ ამ ყველაფრისთვის, მოდით ესე ვთქვათ, წითელი იქნება პირველი ვარიანტი და ლურჯი სანთელი იქნება მეორე ვარიანტი, ხო? პირველი და მეორე, ანუ რიცხობრივად აირჩიეთ, ან უბრალოდ სანთლების მიხედვით, ფერის მიხედვით, ხო? გადახანი დაგაცდით. და ვნახოთ. მოკლედ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს. და პირველი ვარიანტი ვინც ერჩია, წითელი სანთელი, ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენთან. რა სიტუაცია თქვენთან. არკანი კოშკი. არკანი კოშკი შეიძლება წავიკითხოთ ორ მდგომარეობად. ერთი, რომელიც არის ის მომენტი, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობა დამთავრდა, დაიშალა, დაინგრა, ყველა თავთავის გზაზე წავიდა, ყველა თავთავისკენ გაეშვა. თუმცა მეორე მხრივ შესაძლებელია განვიხილოთ ეს არკანი იმ მხრივაც, რომ შესაძლებელია რაღაც საერთი კონკრეტული ეტაპი თავრდება და რაღაც მეორე ეტაპისკენ გადავდივართ, ხო? მოდით დავამატებ არკანებს, რომ უფრო ზუსტად მივიღოთ ინფორმაცია, რა ხდება ახლა თქვენ შორის. 10 ხმალი, კოშკი და 10 ხმალი ერთად უკვე ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ აქ არის ურთიერთობა, პირველი ვარიანტი, რომელმაც დაასრულა, ამოწურა, დაამთავრა ის შესაძლებლობები, რომელიც ჰქონდა ამ ურთიერთობას, ხო? აქ ადამიანებმა უბრალოდ ამოწურეს რესურსი, ამოწურეს ერთმანეთის მიმართ რაღაცა გაგება, რაღაცა ურთიერთობის დათმობა, არ დათმობა და მოკლედ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს ურთიერთობა დაიშალა, ხო? ეს არის დასრულებული ურთიერთობა, სადაც ადამიანები ცალ-ცალკე ცხოვრებას ეწევიან, ცალ-ცალკე გავიდნენ თავიანთ ცხოვრების ასპარეზზე, ხო? კიდე რა ხდება თქვენთან? ხო, აქ უბრალოდ ადამიანებმა ვერ შეძლეს გაეახლებინათ, ვერ შეძლეს მოეფიქრებინათ ამ ურთიერთობის გადარჩენა, შეიძლება ითქვას, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცა, თუმცა მაინც რატომღაც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მაინც რატომღაც, ერთ-ერთი მხარე ყოველ შემთხვევაში მაინც ფიქრობს, რომ იქნებდა იყოს კიდევ რაღაც შანსი, იყოს რაღაც მდგომარეობა, რითაც ურთიერთობა გადარჩება, რითაც ურთიერთობა შეიძლება განახლდეს, შეიძლება რაღაცა გამოვიდეს კიდე,
თუმცა ნუ აქ სიშორე აშკარად უკვე ისე არის აქ შეიძლება ითქვას რომ ახლა ეს გუშინდელი დასრულებული ურთიერთობა არც იყოს რაღაცა 1 წლის ან 2 წლის დასრულებული ურთიერთობა ნახეთ როგორი მომენტი არის აი თითქოს აქ როგორი რაღაცა მივხვდი ხა შეიძლება გაგიკვირდეთ რაღაც ფიქრობს 2 წლის მერე ადამიანი რაღაცის აღდგენასო აქ არის ძალიან დიდი სიშორე, აქ არის ძალიან დიდი ესეთი გაცლა ერთმანეთის ხო, მაგრამ რატომღაც ერთ მხარეს მაინც აქვს სადღაც შემორჩენილი გრძნობებს ვერ ვიტყვი. შეიძლება ითქვას რა მომენტი, იცით რომ აი კითხვებზე პასუხები რო არის გასაცემი და აი ადამიანი ნახეთ აი ესეთი მომენტიც არის ხოლმე რომ ადამიანი მიდის ურთიერთობიდან მაგრამ საბოლოო ჯამში არ მიდის ხო ნახეთ რას გულისხმობ წასვლის დროს ტოვებს ისეთ სიტყვას როდესაც ვერ იგებს ადამიანი საბოლოოდ დაასრულა ამ ადამიანმა ურთიერთობა თუ აპირებს დაბრუნებას ხო აი რაღაცა ორაზროვანი სიტყვები, ორაზროვანი ქმედებები, ალბათ რა ვიცი, როცა მიხვდება რომ სადაც წავიდა იქ თვათ ისე ვერ დაალაგებს, მერე მოbrunდეს. ხო, აი რაღაც ადამიანი როდესაც უკან დასაბრუნებელ გზას იტოვებს, რაღაც ეს მომენტი არის და შესაძლებელია აქ ფიქრობს ის ერთ-ერთი მხარე, რომელსაც დაუტოვეს, რომ იცი რა რაღაცის მერე დავბრუნდები იმ მომენტს რომ დაბრუნდება, თუმცა აქ ურთიერთობა არის დამთავრებული. კარგი. ნახოთ, ამ წასული ადამიანის წარსული პარტნიორის ურთიერთობა, ანუ ფიქრები თქვენს მიმართ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? რას ფიქრობს თქვენს მიმართ? იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც არ ვიცი ხა თუ კოლეგები მიყურავთ, გეტყვით იმას, რომ ფიქრობს, რომ ხართ ვედმები, ხო? თუ კოლეგები არ მიყურავთ, მაშინ მარტო კოლეგები ხო არ არის, რა თქმა უნდა. აქ არის ადამიანი, რას ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან კარგი ინტუიცია. ძალიან კარგი გაანალიზების უნარი, ხო? ლოგიკას ძალიან კარგად მიყვება ყველაფერს. ადამიანი, რომელიც ფლობს რაღაცა ცოდნებს, ხო? შესაძლებელია აქ რაღაცა იყოს ის მომენტი, როდესაც მაინდა-მაინც ხა ეზოთერიკა არა, ხო? თქვათ რაღაც სამედიცინო კუთხით, რაღაც სწავლებების კუთხით აქვს კომუნიკაცია, ანუ აქვს ისეთი ფსიქოლოგია, ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს შინაგან მეს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ შინაგანი მეს, შინაგანი ქვეცნობიერული მდგომარეობა, რასაც გაძლევთ, რა კუთხითაც გაძლევთ იმპულსებს, ძალიან კარგად ფლობთ და ამას ძალიან კარგად იყენებთ, ხო? კიდე რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რომ თქვენ ძალიან კარგად და მარტივად შეგიძლიათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ერთის მხრივ ფიქრობს იმას, რომ ცოტა ეგოისტი ადამიანიც ხართ რატომღაც. შეიძლება იმიქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ხო არის ისეთი მომენტი, როდესაც დაუსვათ ადამიანს რაღაცა კითხვები, ანუ სიტუაციას ისე დაულაგებთ, რომ ეტყვით, რომ აი თქვათ არ მიიღე გადაწყვეტილება, ან ვასრულებ ურთიერთობას, ხო? რაღაც მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ცოტა ეგოისტიც ახართ, ხო? რაღაც ისეთი მომენტი, მაგრამ თუმცა მე ესე უფრო მომდის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იმდენად ხართ განვითარებული და გაანალიზებული ადამიანი, ხა ქურუმი ქალით იმდენად ისეთი ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი და მატარებელი, ხო? რაღაცა შეიძლება იმდენი პრობლემა გაქვთ გადავლილი და გავლილი თქვენით მოგვარებული ყველაფერი, რომ აღარაფერი არ არის ის პრობლემა თქვენთვის რაღაცა ვიღაცასთან დაშორება, კი, ემოციები როგორ არ აქვთ კივად, რა თქმა უნდა შეჩვევა ის ყველაფერი, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ამ ყველაფერს მოუყაროთ ემოციებს თავი და აკონტროლოთ, ხო, რაღაცა და გაყვეთ თქვენ ცხოვრების რაღაც ბედნიერ მომავალს, ხო? რას ფიქრობთ კიდე თქვენ? ხო, თქვენ ძალიან დიდი ტრანსფორმაციის მომენტი გაიარეთ, დიდი ძალა დაგჭირდათ იმის, რომ ეს ყველაფერი შეგეცვალათ, მაგრამ მეორე მომენტში არის კიდე ის მომენტიც, როდესაც ადამიანი რას ფიქრობს, იმდენად აი ამ ურთიერთობის შეიძლება დაასრულების შემდეგ და დაკარგვის შემდეგ იმდენად ჩაიკეტეთ თქვენს თავში და იმდენად
აღარ აძლევთ თქვენ სივრცეში ვინმე შემოსვლაზე შემოპარვას ხო, რაღაც ანუ თქვათ ჩაკეტეთ სოციალური ქსელები ან რაღაც აღარ მიეწოდება ინფორმაცია ხო, ფიქრობს რომ თქვენ ძალიან მყარად, ნახეთ თქვენი გონიერებით წახვედით წინ და გაიარეთ დიდი ტრანსფორმაცია, რომელმაც თქვენი ენერგიებით მიხვდით, რომ უნდა ჩაგეკეტათ და თქვენს სივრცეში არ უნდა შემოუშვათ ის პარაზიტები, რომელიც აღარ უნდა იყვნენ, ხო? კარგი, დღესდღეობით რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? ესეთ რა არის გრძნობებთან მიმართებაში ცოტა ისეთი უცნაური ხა სამი აკვარტხებით გრძნობებზე მე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, რომ ამ ადამიანს ინტერესი აქვს თქვენი. ინტერესი აქვს რას აკეთებთ, ხო? საით მიდიხართ, საით რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ, როგორ ვითარდება თქვენი ცხოვრება, როგორ ახერხებთ რაღაცა დაიცოთ თავი ესე მყარად, რომ თქვენზე ინფორმაციები რაღაცნაირად ვერ მიიღოს. ხო, აქ მე ესე ვხედავ, რომ გრძნობებთან მიმართებაში ადამიანს გრძნობებთან განსხვავებით უფრო მეტი ინტერესი აქვს და შორიდან ესე ვთქვათ, შორიდან გაკვირდებათ, ხო? რაც გრძნობს? გრძნობს ალბათ უფრო მეტად სინანულს, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან ეს ადამიანი იყო ჰარმონიაში, იქიდან ესე ვიტყოდი, ჰარმონია, ხა ორიანთ ასებით გრძნობებზე თვათ ესე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ეს ადამიანი გრძნობს იმას, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც აძლევდა ძალიან დიდ კომფორტს ამ ადამიანს, ხო? ძალიან დიდ ემოციებს, ესე რა ვთქვათ. თქვენ ახერხებდით ამ ადამიანისთვის შეგექმნათ ის სისავსე, რომელიც მას აკლდა, ხო? ანუ ესე ვიტყოდი. რას გრძნობს? ბრას გრძნობს თქვენს მიმართ, როგორც ჩანს, თქვენ მართლა ისე ჩააკეტეთ ყველაფერი, თქვენთან მოახლოვება ცოტა რთულია, თქვენთან მოახლოვება ცოტა ძნელია, ან ისე გადაუკეტეთ, ახლა თუ ოკეი, ადამიანში დაგიტოვოთ, რომ დღეს თუ არა ხვალ დავბრუნდები, თუ არა ხვალ და 10 წლის მერე, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს, თქვენი გამჭრიახობთ თქვენი გამოცდილებით, საერთოდ დაუკეტეთ ადამიანს ის სივრცე, სადაც შეიძლება და თქვენი კონტროლი, სადაც შეიძლება თქვენი ყურება, თუმცა მაინც გაკვირდებათ. მე არ ვიცი ხა საიდან გაკვირდებათ, ხო, სადახერხება რაღაც ესეთი ხა ქურუმი ქალი, ცოტა ისეთი არის, შეიძლება ცნობადი სახეც ახართ და თქვათ რაღაც თქვენი ბლოგები გაქვთ, ხო, თუნდაც ახლა რაც ძალიან დიდი მოდაში არის. და ნუ იქიდან აკეთებს ეს ადამიანი რაღაცა დასკვნებს, რომ თქვენ ბედნიერი ხართ თუ არ ხართ ბედნიერი, როგორ ხასიათზე ხართ, თქვენი ხმის ტემბრით შეიძლება ადამიანი ხვდებოდეს თქვენს განწყობას, ხო, თქვენს გუნებას როგორ ახართ და საერთოდ რამე ისეთი რა მდგომარეობაში ხართ, სულიერად თუ ფიზიკურად, ხო? რას ფიქრობთ? ხო, აი ბრაზი აქვს და ეჭვიანობა იმასთან მიმართებაში, რომ იცით რა არის აქ ბრაზი მეორე მომენტში, იცით რა არის რასთან მიმართებაშია კიდე აი ზუსტად იმ საკუთარ თავთან მიმართებაშია ის ბრაზი და შესაძლებელია კონდეს მის გარემოცვაში ეს ბრაზი აქ თუ მესამე პირები იყო თქვენის ურთიერთობაში ჩარეული მქონდეს იმ ადამიანის მიმართ, იმ მესამე პირების მიმართ ბრაზი, იმიტომ რომ მიხვდა რომ თქვენთან ის ადამიანი ჰარმონიაში იყო, მიხვდა რომ ეს ადამიანი თქვენთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს და ეხლა ბრაზობს და აქვს თავის ესე ვიტყოდი თავის საკუთარ თავთან აქვს ეს ბრაზები, თავის გარემოცვასთან აქვს თუ მესამე პირები იყვნენ აქ ჩარეული ეს ბრაზი, ანუ გრძნობებთან მიმართებაში ეს ნახეთ აღმოჩნდა ის მომენტი, რომ ადამიანს აქვს სინანული და აქვს ინტერესი როგორ ხართ და საკუთარ თავზე ბრაზობს, ესე რა ვთქვა. კარგით, ამ ადამიანის რა გეგმები აქვს აბა თქვენთან მიმართებაში? რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს? ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის მომენტი აქვს ადამიანის გეგმებთან მიმართებაში, გეტყვით, რომ გეგმები როგორც ასეთი არ აქვს.
ადამიანი ეგუება და ეჩვევა იმ ტკივილებს, რომელიც უკვე გამოიარეთ, ხო, რომელიც უკვე გაიარეთ. ადამიანი გეგმებში არის, რომ მაქსიმალურად ეცადოს საკუთარი სივრცე დაიცვას, ხო? ადამიანის გეგმები თქვენს მიმართ, ისე ვიტყოდი, რომ თუ თქვენ გადადგოთ ნაბიჯს, მე მგონი რაღაც ეს შეიძლება იყოს. ხო, არა, ნახეთ, გეგმებთან მიმართებაში ესე ვამბობ და სწორედ აღწ აღმოჩნდა, თუ თქვენ გადადგოთ ნაბიჯს, მე მგონი არც სიტყვით უარსკვლავ. გეგმები თვითონ ამ ადამიანის, რო გითხრათ, რომ რაღაცა გეგმები აქვს, ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი ჩაკეტილი არის, აქვს თავისი ეგოისტური მდგომარეობაც, რომ თითქოს აი კმაყოფილებასაც გამოხატავს თავის ცხოვრებისას, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანს უბრალოდ აქვს იცით როგორი მომენტი, როდესაც სადაც არის იქ არ უწევს მუშაობა, არ უწევს რამვიმეზე ზრუნვა, არ უწევს რამეზე ფიქრი, საჭმელიც აქვს, სასმელიც აქვს და საკმარისია ხვდებით, ანუ თავზე ჭერი კონდეს რაღაც საჭმელ სასმელი და დამთავრებული ამ ადამიანისთვის ეს ემოციები. ამიტომ გეგმებში როგორც ასეთი ეს ადამიანი აპირებს, რომ იჯდეს იქ, სადაც ზის, მყარად, მშვიდად ის სივრცე არ დატოვოს და არ დაკარგოს და შეეჩვიოს იმ ტკივილებს, რომელიც ამოწრავებს, ხო, რომელიც აქვს, ხო, შეგუებულია უკვე იმ განცდებთან, რომელიც მას აქვს. რა ესე ვთქვათ, ტკივილის და იმედგაცრუების განცდებიც აქვს, ამ ყველაფერს ეგუება, ამ ყველაფერს იტანს, ამ ყველაფერს ცდილობს, რომ გაუწყოს. თუმცა ამავდროულად მის გეგმებში არის როგორი მომენტი, ნახეთ, ის რაღაც შეიძლება აი ითქვას, რომ ელოდება თქვენგან ნაბიჯის გადადგმას, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანმა რომელმაც დაგიტოვათ ის განცდა, რომ შეიძლება ხვალ ის დაბრუნდეს, ხო, და თუნდაც ხვალ თუ არა ზეგ დაბრუნდეს და 1 წლის მერე დაბრუნდეს, სადღაც რაღაც მაინც მოლოდინის მდგომარეობა, როდესაც აქვს ადამიანს, შესაძლებელი რაღაცა პერიოდის მერე გავიდეს კონტაქტზე ამ ადამიანთან, ხო? ანუ ან მინიშნება მაინც მისცეს, რომ მზად არის გავიდეს კონტაქტზე. ის დაელოდება, რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი ამ ადამიანის მიმართ და ის დაელოდება, რომ აი ის მერე ალბათ გეწუწუნოთ, რომ აი როგორც ცუდად იყო და როგორც ცუდად გონდა თავს, ან როგორ გასწობდა რაღაც იმაზე, რომ დაგკარგათ, ხო? აქ ადამიანს გეგმებში უფრო აქვს ის მომენტი, რომ იქნება თქვენ გაგიყვანოთ კომუნიკაციაზე, იქნება თქვენ გადადგათ მისკენ ნაბიჯი, ხო? რაღაცა ეს მომენტი ისახება. აირკით, გეგმები არ ქონია. მოდით ესეთი კითხვა დავსვათ. რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ნახეთ, აბა რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? არ ვიცი, შესაძლებელია ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა მაშინ, როდესაც ძალიან რთული პერიოდი გედგათ. როდესაც ძალიან მძიმე ემოციური, მძიმე ფიზიკური მდგომარეობა გქონდათ, ხო? ნუ ახლა ყველა ადამიანს რაღაცა პრობლემები ყოველთვის აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში აი ზუსტად იმ პრობლემების დროს გამოჩნდა, პრობლემების სიტუაციაში გამოჩნდა, როდესაც გჭირდებოდათ უბრალოდ შეიძლება დალაპარაკო. ნახეთ, მე ხა ვერ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა შეიძლება რაღაცა სასწაულები გააკეთა თქვენთვის თქო რატომღაც, მაგრამ აქ არკანებიდან გამომდინარე. თან მით უმეტეს, როცა ესეთი ეგოიზმია ჩართული, თქვენ გახვიდეთ კომუნიკაციაზე, ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცა სასწაულებს აკეთებდა თქვენთვის. თუმცა იმ მომენტში თქვენთვის ეს იყო როგორი მომენტი, იცით, აი სულიერი სიმშვიდისთვის გჭირდებოდათ, რომ ადამიანს დალაპარაკებოდით, უბრალოდ დალაპარაკებოდით და აი ამ საუბრით, ესე ვთქვათ, გადაგეყოლებინეთ გული, ხო, აი თქვენი პრობლემების მდგომარეობა თუნდაც რამოდენიმე წუთით, თუნდაც რამოდენიმე საათით დაგევიწყებინათ. ხო, რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ის სირთულეები, რომელშიც იყავით, ის სირთულეები დაგეძლიათ და
დასტის ფონი არის პენტაკლების დედოფალი. ან ნახეთ, თქვენი თავი დაგეყენებინათ ისევ იმ მდგომარეობაზე, ანუ ცოტა მიწაზე ჩამოსულიყავით, შეიძლება ითქვას. ნახეთ, თუ თქვენ გქონდათ რაღაცა ცოტა ისეთი ემოციური სიტუაციები და მდგომარეობა, როდესაც ადამიანი განიცდის ძალიან დიდ ტკივილებს, ხო, სამწუხაროდ რეალობის შეგრძნებას ცოტა კარგავს. ხა შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ როგორ კარგავს რეალობას, რასაც ტკივილი აქვს, ხო, მაგრამ ნახეთ რეალობის შეგრძნებას იმასთან მიმართებაში, რომ ყველა ტკივილთან ერთად არ არსებული არის, რომ არ იყოს რაღაცა ის წამალი და ის წამალი სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც მოგიხსნით და მოგცემთ იმ ნიშნებს და იმ გზას, რითაც შეგიძლიათ რომ აი ამ სიტუაციიდან ამოხვიდეთ, ხო? ანუ როდესაც პრობლემები არის ადამიანის ცხოვრებაში, ის რაღაცა ხდება ამ პრობლემის გარემოცვაში და აი თითქოს როგორც აპკი გაუკეთონ ადამიანს და შემოახვიენ და ვერ ხედავს იმის იქეთ რა შეიძლება იყოს, ხო? როგორ შეიძლება რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ის რაღაც სასოწარკვეთილი მდგომარეობას რო ეწახეთ, ხო? აი რაღაც მაგ სიტუაციაში შესაბამისად ვეღარ ვახერხებ, ხო? ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იმიტომ იყო, რომ აი ზუსტად იმ პრობლემებიდან, იმ რაღაცა სიტუაციიდან ის პარკი გაერღვია და თქვენ დაგენახათ თქვენი რეალური შესაძლებლობები, თქვენი რეალური მდგომარეობა, რითაც შეგეძლოთ წინ წასულიყავით, ხო, ამ მოგეყვანათ საკუთარი თავი, თქვათ მატერიალური პრობლემა იყო ეს თუ სულიერი, არ აქვს ნიშნობა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ძალიან ისეთი ძლიერი, მიზანმიმართული, პრინციპული, პასუხისმგებლობით ახსავსე ადამიანია, ხო, რაღაც ის მომენტია. და შესაბამისად, აი ამ სიტუაციიდან ზუსტადაც რომ გამოსულიყავით, ხო, ახალი ეტაპი დაგეწყოთ, ახალი ცხოვრების გზა დაგეწყოთ, ახალი მიმართულებები დაგეწყოთ თქვენ ცხოვრებაში. ხო, შესაძლებელია, ნახეთ, აი ამ ადამიანის გამოჩენის შემდეგ მე არ ვიცი ხა რა როგორანაირად, მაგრამ რატომღაც მაქვს ესეთი ხედვა, რომ ამ ადამიანის გამოჩენის შემდეგ ძალიან ბევრმა შესაძლებელია მოკიდეთ კიდევაც ეზოთერიული კუთხით რაღაცა, ინტერესი მაინც გამოჟღოთ, თუ ხა ტარო არ გისწავლიათ და მაინდა-მაინც რაღაც ესე ბოლომდე ჩაძიებული და რაღაც ის არ ახართ, ყოველ შემთხვევაში თქვენ ისწავლეთ აი თქვენი ქვეცნობიერის მოსმენა თუნდაც, ხო, რაღაცა ფსიქოლოგიურ წიგნები წაიკითხა იმდენი რომ იქეთ ეხმარება ხა ადამიანებს, ხო, რაღაც აი ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში ყოფნა იყო ის მდგომარეობა, როდესაც გამოგიყვანათ, დაგაყენათ ფეხზე, ანუ დაგანახათ თქვენი თავის, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი რესურსები დაგანახათ უბრალოდ, ხო? თქვენი რაღაცა აი ეს მნიშვნელოვანი ასპექტები, რითაც მიიღეთ ცოდნაც და დღესდღეობით შეიძლება ვიღაცები ეხმარებიან კიდევაც, ხო, ვიღაცები სხვა ადამიანებს ეხმარებიან სხვა მიმართულებით, ანუ მოგცათ ცოდნა, ეს იყო თქვენთვის თქვენი მასწავლებელი, ესე რომ ვთქვათ, რომელმაც რაღაც გადაგახედათ ცხოვრებისეულ გზებზე. მოდით ესე ვიკითხოთ. ამ ურთიერთობაში ამ წასულ ურთიერთობასთან მიმართებაში თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? რაც შეიძლება მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე, რაც შეიძლება მეტი იმუშავეთ საკუთარ რესურსებზე, მეტი დრო დაუთმეთ სამუშაოს, ნუ შეგეშინდებათ წინსვლის, ხო? ნუ გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაცა თქვენ დაუშვით შეცდომა და ეს ადამიანი იმიტომ გავიდა შეიძლება ხო ურთიერთობა რაღაც ნუ გექნებათ საკუთარ თავთან ბრძოლები და შიშები იმის რომ აი მე არ მოვიქეცი სწორად მე არ გავაკეთე ან თქვენ რა უნდა გააკეთეთ ახეთ იმუშავეთ საკუთარ თავზე
შეიძლება ამ ურთიერთობის მერე ბევრმა რაღაცა ურთიერთობა ვეღარ ააწყეთ, ხო, რაღაც ვეღარ ენდობით ისე ადამიანებს. ნუ შეგეშინდებათ ნდობის ფაქტორის ადამიანებთან, იმუშავეთ კიდევ გაქვთ სამუშაო საკუთარ თავზე, ზოგი მატერიალური კუთხით დადექით ფეხზე, ზოგი სულიერი კუთხით, ხო, საკუთარ თავთან მუშაობა ნიშნავს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო იქნება. მაინდა-მაინც რაღაც საკუთარ თავზე მუშაობ და მე რაღაცა წიგნებს ვკითხულობ, რომ ცოდნა გავიღრმავო, მარტო ეს არ არის, ხო? ანუ შესაძლებელია რომ მე ცოდნა გაღრმავებული მაქვს, მაგრამ მატერიალურად არ ვარ, ხო? ანუ პირიქით, და ეს შემიძლია გამოვიყენო ანუ მატერიალიზება გავუკეთო იმას, რაც ვისწავლე. და არ შემეშინდეს იმ გზაზე, რომელზეც ვავალ, იმიტომ რომ თქვენ მიყევით თქვენი ბედნიერების, თქვენი სიმშვიდის გზას, რომელმაც უნდა მოგიტანოთ ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი სტაბილურობა, ხო? სამყარო გირჩევთ, რომ მიხედოთ თქვენს სახლს, თქვენს ოჯახს, თქვენს გარემოცვას იმ ადამიანებს, ვინც გაძლევთ ბედნიერებას, ვისაც აძლევთ ბედნიერებას და გაუფრთხილდეთ იმ ემოციებს, რომელიც თქვენ გაქვთ, ხო? იმ ემოციებს, რომელიც არ უნდა დაგაკარგვინოთ არანაირმა ტკივილმა, ხო? ანუ ის შიში არ უნდა ჩამოგიყალიბოთ, რომ აი მე არავის არ ვენდობი, მე არავინას არ ვუნდი ვარ და ასე შემდეგ, ხო? რაღაც აი თქვენ საკუთარ თავთან მიმართებაში იყავით მეტად ესეთი ჩართული და რაღაცა წინსვლაზე იყავით ორიენტირებული. მოკეთ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. და ვნახოთ ახლა. მეორე ვარიანტი რას გვეტყვის, რას დაგველაპარაკება, ვინ მოვა. წარსულში დავტოვოთ. აი ესე გამოვიდა ეს სიტუაცია. მე გადავდებ პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტი ვინც არჩია ლურჯის თანხელი. რა ხდება დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში? დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში რა ხდება? აქ არის ეს არის ურთიერთობა, სადაც ორი ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად იმუშაოს ერთმანეთთან. ერთმანეთის მოსმენით, ერთმანეთის დაკვირვებით, ხო, რაღაც ეს არის ურთიერთობა, მიმდინარე და აქტიური ურთიერთობა, სადაც უბრალოდ როგორი მომენტია, იცით, შეიძლება ითქვას ცოტა რაღაცა ახალიც არ არის, თლათ ესე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ახალი ურთიერთობა არის თქო, მაგრამ ნუ ახლა რაღაცა 30 წლიანი ურთიერთობაც არ არის. ანუ ურთიერთობა, სადაც უკვე ერთმანეთს ვიცნობთ, ნახეთ, ერთმანეთთან რაღაცა ჩამოყალიბებული გათვალისწინებები გვაქვს ერთმანეთის მოსმენა შეგვიძლია, ერთმანეთის რჩევის გათვალისწინება შეგვიძლია, ხო? რაღაც ერთად განხილვა შეგვიძლია რაღაც საკითხების, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ხო? აქ არის ურთიერთობა, როგორ ესე ვიტყოდი, უფრო შეხმატკბილებული, ხო? რაღაც კი, ხა ყველა ურთიერთობაში არის რაღაც პატარ-პატარა სიტუაციები, მაგრამ ამ ურთიერთობაში მე ვერ ვიტყვი, რაღაც სკანდალი არის. არა, სკანდალი არ არის, რაღაცა ძალიან შეხმატკბილებულად და შვიდად და წყნარად ვართ ერთმანეთთან და რაღაცნაირად ვცდილობთ ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ხო? აი რაღაცა მე გავბრაზდი მან დათმოს, ის გაბრაზდა, მე დავთმო, ხო, რაღაც ეს მომენტია. რა ხდება კიდე თქვენს ურთიერთობაში? ხო, გეუბნებით, აქ არის ურთიერთობა, როდესაც ადამიანები შრომობენ ურთიერთობის გაძლიერებაზე, ურთიერთობის გამყარებაზე, ურთიერთობის რაღაცა ეს გამოწრთობაზე, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეს ძალიან კარგია, რომ აქტიური ურთიერთობაც მოვიდა დღეს. კიდე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ну არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ფინანსური კუთხითაც აგაქვს თქვენ საერთო მომენტი. ეს არის ურთიერთობა, ხო გონებთ, ანუ მე ცოტა შეიძლება გაჩერდა, ნახეთ, ურთიერთობაში არის ესეთი ეტაპები, ხო, რაღაც ჯერ გავიცანით, მერე შეგვიყვარდა, მერე რაღაც უკვე დავარქვით სახელი შეყვარებულების და ნუ მერე გადავედით უკვე ოჯახი, ხო? მაგრამ აი იქ როგორი მომენტია, ერთმანეთს ითვალისწინებთ, ერთმანეთზე ზრუნავთ, ურთიერთობაზე ცდილობთ რომ იმუშაოთ და
წინ წაიყვანოთ ურთიერთობა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა, როდესაც მივედით რაღაც კონკრეტულ სტაბილურობამდე ურთიერთობის, მაგრამ გაჩერდა, ხო? ანუ იმას ვერ ვიღებთ ბოლომდე, რაც გვინდა მივიღოთ, ხო? ნუ ახლა რაღაცა თქვა უკვე გვინდა რომ დავარქვათ ურთიერთობას ოჯახი და ჯერჯერობით ვერ ვიღებთ, ხო? რაღაც ეს მომენტიც არის აქ. კიდე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ნახოთ? ერთი არკანიც. ხო, ნუ აქ თქვენი ურთიერთობა არის ძალიან კარმული, ძალიან ესეთი დასტის ფონიც სამსჯავრო, იქეთ იეროფანტი, მამის არკანი, მოკლედ არ ვიცი. ნახეთ, ეს არის ურთიერთობა, როდესაც ორი ადამიანი ასე ვიტყოდი, რომ სამყაროსგან შეხვდა ერთმანეთს ორი ერთნაირი ადამიანი, როგორი ჯიუტის თქვენ ხართ, ისეთი ჯიუტია ისიც. როგორი პრინციპულის თქვენ ხართ, ისეთი პრინციპულია. როგორც თქვენ შეიძლება რაღაცა უცებ ქარაფშუტულად მოიქცეთ, ისევე მას შეუძლია მოიქცეს ქარაფშუტულად. ანუ ეს არის ურთიერთობა, სადაც ორი ერთი სულის, ერთი ხორცის, აი რაღაცა ორი ერთნაირი ადამიანი, უბრალოდ ქალი და კაცი, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი. თქვენში განსხვავება არის ერთადერთი ის, რომ ერთი არის გალბატონი, მეორე არის მამაკაცი. დანარჩენი სხვაობა თქვენს პიროვნულობაში თითქოს არის. აქ არის ურთიერთობა ძალიან კარმული, ძალიან საინტერესო, აქ ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ასწავლეთ, ერთმანეთს ძალიან დიდ ცოდნას აძლევთ, ერთმანეთთან იმდენად, აი არ ვიცი, ისეთი ენერგია მომდის, აი თითქოს დიდი ხანია ესეთი ურთიერთობები არ მინახია, როდესაც ორივე მხარე ზუსტად ერთნაირად, აი გაწონასწორებულად ერთ ტალღაზე რო არიან, ხო? აი ერთი ზემოთავი და მეორე ქვემოთ. არა, აი ერთ ტალღაზე ხართ ორივე ადამიანი. ერთ მიმართულებაზე ხართ ორივე ადამიანი, ხო? აი ერთ რაღაცა საერთო ის არის. შესაძლებელი აქ იყოს რაღაცა მომენტში, დენი პენტაკლები სამსახურობრივი თემაც, შესაძლებელი აქ იყოს რაღაც ისეთი გადაკვეთა, ცოტა ისეთი საერთო ბიზნესიც. თუმცა, ნუ აი მაინც მე ესე ვიტყოდი, რომ მიუხედავად რომ პენტაკლური არკანებით არის თქვენი ურთიერთობის დახასიათება. აქ ისეთი პენტაკლების არკანებია, სადაც რესურსის ჩადების მდგომარეობა არის. კარგით, მოდით ნახოთ აბა ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. რას გვეტყვის აქტიური ურთიერთობა. მეგობრებო, თუ ეს წარსულ ურთიერთობაზე ვინმეს გაქვთ გაფიქრებული, ეს არ არის წარსული ურთიერთობა, ეს არის აქტიური დღეს დღეობით ამ წუთში არის ურთიერთობა, უბრალოდ რაღაცა ერთ სიტუაციაში გაყინული, ხო, რაღაც ისე. კარგით, მისი ფიქრები თქვენს მიმართ. რაღაცა ნახეთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. რაღაცა შიშების მომენტი არის. აქ რაღაც პრობლემების მდგომარეობა არის. შეიძლება ითქვას, რომ აი ზუსტად ის მოლოდინი თუ რაღაც ეს ლოდინი რო გაქვთ, აი ეს მდგომარეობა იყოს, რომ ადამიანი ხედავს მხოლოდ პრობლემას და ვერ ხედავს ამ პრობლემის გამოსავალს. ნუ ეს ფიქრობს, რომ რაღაცა პრობლემები იქნება და ამ პრობლემის გამოსავალი ცოტა რთულია. ადამიანი ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, რომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ მდგომარეობა, ხო, შეცვალოთ რა მხრივ. წახვიდეთ სხვა ქალაქში და იქ და ნულიდან დაიწყოთ ცხოვრება, რაღაცა აი მარტივად უყურებთ თითქოს რაღაცა ცვლილებებს ცხოვრების სეულს. რას ფიქრობს? ცოტა იცით რა, რას ფიქრობს კიდე ნახეთ. მე არ ვიცი ხა თქვენ რა ეს გაქვთ სიტუაცია გაქვთ, მაგრამ ეს ადამიანი თუ თქვენთან ურთიერთობაში ნახეთ, მოლოდინი ხო გვინდა რომ რაღაცა დავარქვათ უკვე სტატუსი მიცეთ, ხო, ესე რომ ვთქვათ. თulis რომ თქვენ ძალიან აჩქარებთ ამ ადამიანს ამ გადაწყვეტილების მიღებას. და ძალიან პრინციპული ხართ, ხო, ნუ აი რას ფიქრობს?
ფიქრობს იმას, რომ უნდა გააკეთოს, უნდა გადადგას, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს და რა პრობლემის ქვეშაც არ უნდა დადგეთ. თქვენ რას ფიქრობთ იმას, რომ მოდით გეტყვით, რომ ცოტა ზედმეტად დაჩქარებული არის ურთიერთობა თითქოს. ნახეთ, ამ ადამიანისთვის ცოტა ისეთი რთული წარმოსადგენია შეიძლება ის მომენტი, რომ როდესაც ესე მარტივად შეხვედით კომუნიკაცია, შეხვედით კონტაქტი. რას ფიქრობთ, შესაძლებელია კიდე ის მომენტი იყოს, რომ მესამე ფაქტორებიც იყოს. მაგრამ მაინდა-მაინც მესამე ფაქტორს მე არ ვიტყვი, რომ ცოლი, შვილი და ასე შემდეგ. ყველა მიცით, რომ ვამბობ ხოლმე შესაძლებელია აქ იყოს დედა, მამა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. რას ფიქრობთ, ძალიან პრინციპული ხართ, ძალიან მომთხოვნი ხართ, აი ძალიან ზედმეტად აძლევთ აი ესეთ გადაჭრითი დგომა, აი როგორ თქვა, რაღაცას კი არ ითხოვთ, ან რაღაცას კი არ მოითხოვთ. აი გადაჭრით ეტყვით, რომ ესე და всё. აი იქ დამამთავრე, ხო? აი რაღაც ეს მომენტი აქვს და ესეთი ეს აქვს. და მთვლის, რომ ძალიან ჩქარობთ რაღაცა ცვლილებებს, რაღაცა გადასვლას სტატუსით შეიძლება. და ფიქრობს იმას, რომ აი რაღაცა ეს პრობლემები, რომელიც არის, თქვენ არ გინდათ რომ დაინახოთ ეს პრობლემები, რაღაც ეს მომენტი აქვს, ხო? აი რაღაცა თქვენ ერთ მხარეს იყურებით, თქვენ როგორც გინდათ, ხო? აი თქვენი გადასახედიდან იყურებით და თითქოს ამ ადამიანის გადასახედიდან საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავთ, ხო? კარგით, მოდით ნახოთ აბა გრძნობებში რას გვეტყვის ეს ადამიანი. გრძნობები ამ ადამიანის, თასების, ტვინს, სისავსე, ენერგიები, სიყვარული, ემოციები. ამ ადამიანს თქვენთან აქვს რაღაცა ის გრძნობა, რომელსაც თვლის, რომ ჭირდება სულ შევსება, სულ განახლება, სულ აქტიურობა, სულ რაღაცა ზედმეტად შეიძლება ითქვას ჩადება რესურსის. მაგრამ გრძნობებთან ერთად შეხაცა და რატო არის ეს გაურკვეველი გვიან ხმალი რას ნიშნავს? გრძნობებთან მიმართებაში. ემოციები გვაქვს, მაგრამ რაღაცა პრობლემებიც გვაქვს. ისეთ რა არის გრძნობები, მე ვერ ვიტყვი, რომ არ აქვს გრძნობები, მაგრამ თითქოს არჩევანის წინაშე დგას, ძალიან ისეთი დიდი არჩევანის წინაშე დგას ეს ადამიანი. მე არ ვიცი, აქ საომარი რა აქვს ამ ადამიანს აშკარად. მაგრამ თითქოს გამოუვალ სიტუაციაში არის თავის გრძნობებიდან გამომდინარე, რატომღაც ესეთი მომენტი აქვს. რაც გრძნობს. არა, ვერ ვიტყვი, რომ მას არ აქვს თქვენს მიმართ გრძნობები ნამდვილად. არა, თქვენს მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი. აქ შესაძლებელია იცით რა მომენტი იყოს, რომ ადამიანს ჯერჯერობით უნდოდეს ურთიერთობა ფლირტის დონეზე არ ვიტყვი, რაღაცა მსუბუქი ურთიერთობასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ იმდენად დებს ეს ადამიანი და თქვენს რესურსს, რომ აქ მსუბუქზე არ არის და თან ნახეთ აი პრობლემები რომ გამოჩნდა ფიქრებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი გრძნობებში ამბობს იმას, რომ მე მაქვს სურვილი, რომ ამ ურთიერთობაში ჩავდო, მიყვარდე, მაგრამ გთხოვ მომეცი საშუალება, ნუ შემიყვანი იმ წყალში, რომელიც ცურვა არ ვიცი და ნუ ჩამაგდებ წყალში, ხო, აი რაღაც ღრმა წყალში ნუ ჩამაგდებ, ხო, მაქსიმუმ კოჭებამდე. აქ თითქოს ადამიანს აი სტაბილურობის მიღება, ის სტატუსის მიღება, რაღაცა სახელების დარქმევა ცოტა უჭირს. და ცოტა რთულია ამ ადამიანისთვის შეიძლება ითქვას და ეგზნობებში ცდილობს რომ რაღაცნაირად დისტანცირება გააკეთოს. ხო ვერ ვიტყვი ხა მაგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ცოტა სადამდე შეძლებს იქამდე მაინც არ დაგანახოთ ბოლომდე თავის გრძნობები. ხო აი შეიძლება კი ხედავთ ამ გრძნობებს ამბობს მიყვარხართ რაღაცა ხო თქვათ მისი ქმედებებიდანაც ჩანს თქვათ როგორი გრძნობები აქვს თქვენს მაგრამ აი აქ ის მომენტი არის როდესაც ადამიანს უბრალოდ სტატუსების დარქმევა და რაღაცა სახელების დარქმევა არ უნდა ურთიერთობაზე და ცოტა რთული არის და ამიტომ აი რაღაცა ცდილობს რომ თავის ბოლომდე არ გაჩვენოთ თავისი გრძნობები აი ბოლომდე არ დაინახოთ ამ ადამიანის სიღრმეში თქვენს მიმართ როგორი რა ემოციები და ურთიერთობა აქვს ну რაღაცა ესეთი არის კარგით მისი გეგმები თქვენს მიმართ გეგმები ის ეცდება რომ ყველაფერი გაანალიზოს, ყველაფერი დაალაგოს, ყველაფერი ესე გააწიკწიკოს, ეცდება რომ შეისწავლოს სიტუაცია ყველანაირად როგორ და რანაირად უნდა გააკეთოს. იცით რა არის აქაც ესე ვიტყოდ, იცით რა მისი გეგმები თქვენს მიმართ აქ ცოტა იცით როგორი მომენტია მე მგონი თქვენ ძალიან დიდი შანსი აღმოჩნდეთ ამ ადამიანისთვის ქურუმი ქალი ამოდის აქაც და ნახეთ ქურუმი ქალი წაღანაც თქვი და ახაც გავიმეორებ რომ ეს არის ადამიანი რომელმაც ძალიან კარგად შესაძლებელია რომ აი ძალიან ხამა და მაინდამაც ხა ორივე მხარეს ჩემი კოლეგა არ მიყურებს ხო რაღაც მომენტში მაგრამ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გაზრდილია უკვე და ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ეხლა იზრდება თქვენთან ერთად, აი თქვენი მიდგომები, თქვენი გამოცდილება, თქვენი უკვე თავდაჯერებულობა, თუნდაც იცით რა მომენტში, აი რომ თქვენ იცით რა გინდათ, ხა კვერთხების დედოფალიც ისეთი ტიპაჟის დედოფალია, რომელმაც იცის რა უნდა, სად უნდა, რატო უნდა და მას აქვს ეს რაღაცა ის ცოტა დაფარული ძალები, ესე რომ ვთქვათ. და შესაძლებელია რომ ადამიანი როგორ არის იცით რომ გეგმებში მას აქვს ამის სურვილი, მაგრამ აი ეშინია დაგეწევათ კი ამ ყველაფერში, აი თქვენს რესურსამდე თუ არა რაღაც მიახლოებით მაინც ხო მოვა მაინც იმიტომ აი მიუხედავად არ და ერთნაირი ადამიანები ხართ, მაგრამ აი მას აქვს ეს განცდა რომ თქვენ ბევრად მაღლად გახართ მასზე, თქვენ ბევრად მაღლა ხართ მის გამოცდილებებთან მიმართებაში და ცხოვრებისეულ არსთან მიმართებაში და თulis რომ გეგმებში რომ გამოიყენოს ანუ მან ფიქრობ რომ უნდა გამოიყენოს ცოტა რთულია როგორ გამოიყენოს ეს შანსი როგორ გამოიყენოს ეს შანსი და იცით რა გეგმებში ცოტა ისეთი მომენტი აი აქ კიდევ წაღანაც გითხარით რომ ადამიანს სტატუსების მიცემა არ უნდა და ერთ რამე კარგად ესე გეტყვით ეს ეცდება მაგრამ პარალელურ რეჟიმში ის ეცდება იყოს ისეთი ცოტა манипуляტორი ტიპის ადამიანიც რომელიც დროს გაწელავს ხდებით ანუ ნახეთ დროს გაწელავს რაც ნიშნავს თუ თქვენ გინდათ რომ ერთ კვირაში მოხდეს რაღაცა სტატუსის მიცემა ურთიერთობისთვის ხო გადაწყვიტოს ეს ადამიანი მაქსიმალურად ეცდება რომ ერთი თუ შეძლო ერთი თვე გაწელოს თუ შეძლო ორი თვე გაწელოს თუ შეძლო სამი თვე გაწელოს იმიტომ ამ ადამიანს არ აქვს აი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამიტომ ის ეცდება რომ გეგმებში აქვს ის მომენტი რომ იმუშაოს მაგრამ დროში გაწელილი იქნება აი ნახეთ თქვენ დაკარგვა მას არ უნდა ის იმუშავებს ყველაფერზე ოღონდ დროში გაწელილი აი დაჩქარებული მდგომარეობა არ უნდა ხო აი რაღაც ეს მომენტი არის რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი ერთღანაც თავიდან ვთქვი რომ ეს არის ადამიანი კარმული ადამიანი ცხოვრება რისთვის არის იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება მოატრიალოს იმისთვის რომ თქვენ მისი ცხოვრება მოატრიალოთ რომ მიიღოთ საერთო გადაწყვეტილება რომ მიიღოთ ანუ წახვიდეთ ერთ გზაზე რისთვის არის ეს ადამიანი იმისთვის რომ თქვენი
აი ეს დრო, რომელიც დაკარგეთ ცხოვრებისეულად თქვათ რაღაცა თქვენი გამოცდილებების, იმიტომ რაც არის ეს რაღაცა პრინციპულიც გახდით, შეიძლება ხო რაღაცა ცოდნები. თქვენ იმდენად კარმული ადამიანი ხართ, რომ აი აქ თითქოს ეს ადამიანი არის კიდევ ერთხელ გამოცდილებაც თქვენთვის და მეორეც შანსი ერთმანეთისთვის, აი ესე უფრო ვიტყოდი. აქ არის ურთიერთობა შანსი ერთმანეთისთვის რაღაცა ნაბიჯების სწავლებისთვის, ხო, რაღაცა ერთნაირად თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შეიძლება ითქვას, ხო, მაგრამ ანალოგიურად თქვენც მისი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ან მარტო თქვენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება, ამით მისი ცხოვრება ძალიან გაუმჯობესდება, ესე ვიტყოდ. აი ამისთვის ხართ კარმული ადამიანები, რომ ცხოვრებაში ასწავლოთ ერთმანეთს რაღაცეები. თქვენ რას გეჩვევთ სამყარო ამ სიტუაციაში? ისეთ რა არის, დაიწყოთ ბრძოლას, იმიტომ რომ ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი დანაკარგი და გამოიწვიოს თქვენი რაღაცა გულის ტკივილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განვით კვერთხები დედოფალი და კვერთხების მეფე ამოვიდა. ნახეთ, თქვენ ზუსტად ანალოგიური ადამიანები ხართ. ერთი არის ქალბატონი, მეორე არის მამაკაცი. ასე რომ ძალიან ბევრსაც ნუ დაუწყებთ ბრძოლას და ბევრსაც ნუ დაუწყებთ რაღაცა ისეთ მიიღე გადაწყვეტილება სასწრაფოდ, თუ რა ვიცი რა დავარქვათ, ნუ ყოველ შემთხვევაში გირჩევთ სამყარო, რომ თქვენ ეცადოთ, რომ სწორი მიმართულებით წაიყვანოთ ყველაფერი, ხო, სწორი მიმართულებით, არც დიდი მოლოდინები შეიქმნათ რაღაცეები ურთიერთობაში. და უბრალოდ გაყვეთ იმ სიტუაციას, როგორც იქნება. ხო, რაღაცა ცოტა დრო მიეცით ამ სიტუაციას, თქვენს ურთიერთობას, შეიძლება თქვათ, რომ რაღაც ერთი წელი უკვე ერთად ვართ და რაღაც მომიცემ, მაგრამ ამ ადამიანისთვის ცოტა რთულია, ის ერთი წელი არ კმარა, ესე რომ ვთქვათ, ხო, რას გიჩვენებთ? მიეცით შანსი ამ ყველაფერს წინ წავიდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გონებთ, აქ თქვენ ხართ კარმული ადამიანები, აქ რაღაცები არის გასასუფთავებელი, დასალაგებელი, ეტაპობრივად სამყარო დაგანახებთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ და აქ თქვენ უბრალოდ შეხვედრილები არ ხართ, აქ საბოლოო ჯამში მე შეიძლება ითქვას, რომ ესეთი ბევრი რაღაცის გადაფასებას ისწავლით კიდევ. აი ძალიან ბევრი რამის გადაფასებას ისწავლით ამ ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე ეცადეთ, რომ მიყვეთ და დააკვირდეთ სიტუაციებს. არ ეცადოთ, რომ რაღაცა ჩაყოთ თავი და ნუ არ ვიცი, всё, რაც არის, ეს არის და აღარ მინდა და რაღაც, ანუ მიეცით დრო სჭირდება ამ ურთიერთობას. მოგეთ ასეთ გამოვიდა მეორე ვარიანტიც, მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან სიყვარულს, სიმშვიდეს, წარმატებას და ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც თქვენ გსურთ, მას სურს და ერთად ბედნიერად გაგეტარებინოთ ცხოვრება, ხო, ესე რომ ვთქვათ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განვაახლე მუშაობა და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უკვე მიიღოთ კონსულტაციები ვინაიდან და რადგანაც განვაახლე ეხლა, შესაძლებელია, რომ იმავე დღესვე მიიღოთ შექმნიანებიდან იმავე დღესვე. დროებით დაგემშვიდობებით.